ზოგადად არ მჯერა, როცა რაღაც გულწრფელია და ნამდვილი, რომ სრულდება. მაშინ მე ესე გკითხო. რატო დაასრულე ურთიერთობა? ანუ ძალიან მიყვარდა, მაგრამ შემეძლო რომ გადამირჩინა რა. ავტომოყვარული ხარ? Porsche 911 რეტრო. კი. ყავს ესე რეტრო მანქანები. Mercedes SL 99-იანი და მეორე არის Fiat Spider კაბლიო, ეგეც 78-იანი. და ეგ Fiat არის აწყობილი Ferrari-s ქარხანაში. მართლა? კი. უნდა დავატურიგო. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია თიკა ჯალაღონია. როგორ ახარ? კარგად, შენ? მშვენივრად. გზად ხარ? რავი, ალბათ. არა. არა? ყოფილ ურთიერთობებზე თუ საუბრობ? არ საუბრობ. მაგრამ დააჩია კითხვას. მაშინ მე ესე გკითხო. რატო დაასრულე ურთიერთობა? ურთიერთობამ რატო დავასრულებ? დავასრულე არა, დავასრულეთ. ხო. იდეაში ინფორმაცია. იმას ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთი აღარ გვიყვარდა. რაღაც მე ყოველ შემთხვევაში ვერ ჩემთავს ვერ ვიტყვი მაგას. იმედია ისიც, მაგრამ ძალიან მიყვარდა, მაგრამ გარე და შიდა ფაქტორები რა ძალიან ბევრი პრობლემა იყო ჩემი აზრით და უბრალოდ ვეღარ გაუძლო რა ამ ურთიერთობამ. და ეგრე ჯობდა რა. ხო, მაგრამ როდესაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, დასასრული გამოსავალია? იცი რა არის, ზოგჯერ ალბათ ხო რა. სხვა გზა არ იყო. იფიქრე სხვა გზებზე? კი. ნახე 3 წლის განმავლობაში ვიყავი აი ამ ურთიერთობაში რა. თან ვიყავი, თან არ ვიყავი და საბოლოოდ მაინც ზოგადად არ მჯერა, როცა რაღაც გულწრფელია და ნამდვილი, რომ სრულდება. მაგრამ აი დღევანდელი გადმოსახედიდან და დღევანდელი თიკა ეტყვის, რომ დასრულდა რა. ამიტომაც ხო. როგორ იხსენებ შენს ძველ ურთიერთობებს? კარგად, ძალიან სხვათა შორის, მაგრამ ძალიან სასაცილო ის არის, რომ ამ ურთიერთობაში ალბათ ჩემი თავის ყველაზე ცუდი ვერსია ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ძვირფასი იყო ეს ურთიერთობა ჩემთვის. ხო და შენ თავს ყوار აბრალე დასასრულს? გარკვეულწილად გონია, რომ ორივეს ბრალია რა. ხო რა. ამიტომაც ერთი ეგ არის, რომ ცოტა ეგ მწყდება, გადაწყდება გული, რომ ეხლა რო უკვირდები, შემეძლო ესე მოქცეულიყავი, შემეძლო ესე მეთქვა, მეფიქრა, მაგრამ ეხლა არის, ზოგადად რაც გვაქვს და რაც ძვირფასია ჩვენთვის, თავის დროზე ვერ ვაფასებთ რა. და მე როცა აღარ გაქვს, მე უკვე აფასებ და მოკლედ ერთი მაგაზი მწყდება ხოლმე გული, თორე დანარჩენ მხრივ ძალიან კარგად მახსენდება ეს ურთიერთობა და ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე ამ ურთიერთობიდან. აი პირველ რიგში უფრო ვისწავლე როგორ გითხრა, მისთვის რამდენი რაღაც შეიძლება რომ გააკეთო, იმიტომ რომ თვითონ ჩემი ყოფილი შეყვარებული იყო ეგეთი. რაღაც მიზნები ქონდა და მე აი ესე შევიდა რომ უყურებდი, ძალიან დიდი мотиваცია იყო ჩემთვის ეგ რა, რომ რა მაგარია როცა რაღაც მიზანი გაქვს და აი ყველაფერს აკეთებ ამ მიზნის მისაღწევად. რა თქმა უნდა, რაღაც ფარგლებში. და როგორ უყურებ ამ საკითხს? რაღაც დამთავრდა თუ რაღაც ახალი დაიწყო? და აი დამთავრდა კიდეც და ახალიც დაიწყო. ჩემ ცხოვრებაში ახალი დაიწყო. აი ზაფხულიდან დავბრუნდები კი არა, დავაბრუნე ჩემი ძველი ვერსიის ახალი ვერსია რა. მოჩა. ძალიან დიდი მადლობა გულწრფელობისთვის. რთულია ყოფილ ურთიერთობაზე საუბარი და ძალიან რთულია. ესე ღიად რო საუბრობ. ძალიან ძლიერი ხარ როგორც ჩანს. ალბათ. ინფლუენსერი ხარ. რთულია შენ თავს ინფლუენსერად? ეხლა უკვე კი. რაღაც მხრივ ინფლუენსერად ვთვლი ჩემ თავს. და შენი აზრით გოგო ინფლუენსერებისთვის ვიზუალს აქვს დიდი მნიშვნელობა? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აი მთავარია იყო, რავი, აი ბუნებრივი რა. ანუ თუ ხარ ბუნებრივი, მაგ შემთხვევაში ხალხს აუცილებლად მოეწონები. ანუ ბუნებრივში არ გულისხმობ იმას, რომ აუცილებლად რაღაც ეს საყვარელი და მომღიმარი უნდა იყოს. შეიძლება უჟმური, მაგრამ ბუნებრივი რა. იმიტომ რომ მე მგონია, რომ აი ისეთი ხალხი
follow-ებს და მიყურებს, რომლებიც ჩემნაირები არიან რა. და ეგ მოწოდ. შენთვის რას ნიშნავს ინფლუენსერი? ძალიან საპასუხისმგებლო არის. ზოგადად იყო ინფლუენსერი და ყველა ინფლუენსერს ვაფასებ, იმიტომ რომ აი ამის უკან ძალიან დიდი შრომა დევს. და საპასუხისმგებლოდ აი ძალიან თან, იმიტომ რომ იმდენი რაღაც დგას მაგ ყველაფრის უკან, ანუ სანამ ვიდეოს დადებ, სანამ რაღაც მოიფიქრებ, გადაიღებ, დადებ. და რას არ დაარეკლამებ არასდროს? რავი, აი რაც არ დამიცდია ჩემ თავზე, რაღაც ვერ დავარეკლამებ რა. იმიტომ რომ აი მაგით მაყურებლის ნდობას კარგავ. და ეგ არის ყველაზე ძვირფასი ზოგადად ინფლუენსერების. ხო, რაღაცას როდესაც ამბობ რომ კარგიაო და მე რაღაც ადამიანი მიიღებს და რაღაც ცუდი დაემართება. არა, და კარგი მე სად მივდივარ, ხო? ბევრს არ აინტერესებს ეგ. მინახავს ფაქტებიც. ხო და ეგ ძალიან დიდი შეცდომაა ჩემს. უკვე მგონია რომ უკვე ეგრე აღარ არის. მგონია რომ უკვე ყველა უყურებს იმ პროდუქტს, რასაც აპირებენ რომ დაარეკლამონ, მგონია რომ უკვე ყველა კარგად იმოშვება რა. შენ გამომწერებთან გააქვს კონტაქტი, კომუნიკაცია ერთმანეთთან? კი, ზირთად წერენ მანქანებზე ხოლმე. და ძალიან საყვარლები არიან. სხვა ტიკტოკერებისგან ერთი განსხვავდება შენი ასეთ? არაფრით არ გავსვავდები. მე მგონია რომ სხვა ტიკტოკერები უფრო მაგარი ტიკტოკერები არიან. ხო? მაგარი ედიტორები არიან და ძალიან კრეატიულები არიან. შენ თონა ედიტებ შენ ვიდეოებს? კი. ისწავლე? ვისწავლე. და რითი აედიტებ? CapCut-ით? CapCut-ი დავამუღავე სხვათა შორის ამდენივე დღის წინ, აი ჩემი დაქალის დამსახურებით. და ისე პრემიერი ვისწავლე. მართლა? ო, ძალიან კარგი. ეხ გამოცდა მაქვს. სწავლობ ეგეთ დონეზე. Smart აკადემიაში დავდივარ. და ძალიან მაგარი ეს ყავს ლექტორი გიორგი ჟვანია. ხო და ანუ მოკლედ მაქვს გამოცდა ეხლა რამდენიმე ერთ კვირაში ალბათ. ერთ კვირაში მაქვს გამოცდა და უნდა ჩავაბარო. იმედია ჩავაბარებ. რამდენად ხშირად ამოწმებ შენ გამომწერებს? აი რამდენი მოემატა? სულ. ეხლა რამდენი გამომწერი ყავს? ეხლა ყავს 91900. ანუ მე შენზე 4000-ით მეტი გამომწერი ყავს. ანუ რატო ამოწმე ვიცი? ანუ ჩემი ბიზანი არის რომ ახალ წლამდე. მე ახვიდე ასკაზე? ხო. მეც. კი, ოღონდ მე დაისვენს ვათამაშებ მაგისთვის. ხო. მართლა რა უნდა გავაკეთო რომ მოვიგო? უნდა გამომიწერო და მე უკვე რენდომ. აუ ძალიან მაგარია. მე ჯერ შორს ვარ 97000 მყავს სადღაც. არ ხარ შორს 100000-მდე რამდენი დაგჭა? 15000. არა. კაი, 13000. კი ბატონო. კარგი, რა შეგიძლია? მადლობა შენც. და ხალხს მოგილოცავ 100000 გამომწერს. ახლა წამი უნდა ავიდეთ 100000-მდე. კი ბატონო, გამოიწერეთ. საყვარლები ხართ. აღწერაში იქნება და გამოიწერეთ 100. 100 გვაჩუქით რა ახალ წელს. რა შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ გამომწერების რაოდენობა გაიზარდოს? ერთადერთი რაც არის, რომ სისტემატიურობა უხდება ძალიან, აი კონკრეტულად ვიდეოს რამდენ დღეში ერთხელ ვდებ? ყოველ დღე ვდებ. აი შემ შემთხვევაში ყოველ დღე როდესაც ვდებ ვიდეოს არ მუშაობს, იცი? გააჩინა რას ვდებ? კვიზებს. ვა, ძალიან საინტერესოა. ან თავიდანვე ეგრე დავიწყე, ნულოვანი გვერდი იყო. ხო. ყოველ მესამე დღეს ვდევდი ვიდეოს. და არ ვიეტყობა, ეგრე აღიქვა ალგორითმი და არ მუშაობს. ყოველ მეორე და აი ყოველ დღე რო დავდო, საერთოდ არ მუშაობს. შეიძლება 10000 ნახვა ქონდეს. ძალიან ცოტაა ჩემი. გასახი. ეს პირველად გავიგე, იმიტომ რომ ნახე TikTok-ს როგორც ვიცი, უხდება სისტემატიურობა რა. მე და ანუ დაჟე რომ დავიწყე, საფხუში ხო დავიწყე. ანუ დღეში 3 ვიდეოს ვდევდი. ხო. დილო შუა დღე საღამოს, ანუ იმდენად სულ მაგაზე ვიყავი გადართული, რომ მეთქი უნდა ამოვქოქო. საფხუში რომ ამ ვიდეოების დადება რომ დავიწყე, ნახვები ქონდა, მაგრამ ფოლოვერები არ მიმატებოდა და ეს რა თქმა უნდა ნორმალურია ჩემი აზრით, იმიტომ რომ მაყურებელს სჭირდება რომ ანუ შეგიყვაროს რა. ეს რაღაც ვიდეოებს რო დადებს ახალისოს, ანუ ალგორითმი ისეც ამოუგდებს შენს ვიდეოს და დაფოლოვების გარეშეც გიყურებს კი. მაგრამ შეუყვარდე მეორეა რა. რომ უყვარდები მე როგორ გაფოლოვებს. და ეგ ძალიან საყვარლობა არის და. ნახე, ყველაზე ბევრი გამომწერი ერთ ვიდეოში რამდენი მოგმატებია? ყველაზე ბევრი მოკლედ ეგ ადრე მომემატა, ანუ გამივარდა ვიდეო, რავი, worldwide-ზე. და რამდენი მოგემატა? 30000 ფოლოვერი მომემატა. ერთი ვიდეოთი? ერთი ვიდეოდან. 5000 მყავდა და 35000 გამიხდა. ოღონდ როგორ იყო იცი? ხო, რა გადავა. ხამე დავიძინე, ხა საღამოს 8 საათი იყო. ვიდეო დავდე და არ წაიღო რა, რაღაცა 10 ნახვა ქონდა.
ეხლა 5000 ფოლოვერისთვის 10 ნახო, აი მართლა ძალიან ცოტაა რა და წავშალე და დავდე თავიდან. და მე ნუ აღარ შევედი TikTok-ზე რა. დავიძინე მე რა ვიცი. დილით გავიღვიძე და მყავდა 27000 ფოლოვერი და გავგიჟდი მეთქი ან რა არის. შევედი ვიდეოში და რავი ნახვა ქონდა სადღაც 2 მილიონამდე. და გაგრძელდა, ნუ 35000 ფოლოვერზე ავედი და ვიდეოს აქვს 5 მილიონი ნახვა. და აქედან მომეცა მოტივაცია, მეთქი მოდი აბა გავაგზავნებ TikTok-ს. Instagram-ი როდის დაიწყე? Instagram-ს რომელი გირჩევნია ის? აი TikTok-ერი ხარ რო გეუნებია. წინს თუ არა, არ წqვის ვაფშე, TikTok-ერი ვარ, TikTok-ერი. TikTok-ერი ვარ, აბა. ხო, ანუ საქართველოში ვარ ის ეგრე რა, აი. რატო? ხო, არ ვიცი, ან მაინტერესებდა რა. ანუ პირიქით ამ TikTok-ს რატო უყურებენ რაღაც? შეიძლება სახელია ცოტა ისეთი TikTok, მაგრამ მე ვფიქრობ დასაწყისში რაც ხდებოდა TikTok-ში, იქიდან გამომდინარე ხდება ეხლა ეგ. თან ის ლაივების ამბავი რაღაც. ხო, ეგ ლაივების ამბავი. ისეთ რაღაცები რო ხდება. ლაივში გადიხარ ხოლმე? ავი იშვიათად, მაგრამ რო გავდივარ ძალიან სიამოვნებო, სასაყვარლები არიან. კი ბატონო. ანუ არ გიტყდება TikTok-ები. არა, ვაფშე პირიქით, მე ვთვლი რომ ანუ უფრო ინფლუენსერზე მეტ უფრო TikTok-ერი ვარ რა. დასწორებს და ნაკლები პასუხისმგებლობა. ხო რა, და შენ ცხოვრების დევიზი რა არის? ჩემი ცხოვრების დევიზია ჭამასმა, კაი ვატავ. ჩემი ცხოვრების დევიზია რომ რა ვიყო მაქსიმალურად ბედნიერი და ბედნიერი იცოდეს ვარ, აი საკუთარ თავს ამოვწურავ. აი მაგალითად აი ამოვწურავ, ვერასდროს ვერ ვწურავ ჩემ თავს ოღონდ რა. ხამაღალი განაცხადი, ჩემ თავს ვერასდროს ვერ ვწურავ? ვერა. გონია რომ უფრო და უფრო მეტი შემილია, მაგრამ აი ეს რაღაცა მან კი ერთვისებები რო გვაქვს ადამიანებს და მე მაქვს რომ ზოგჯერ ძალიან ზარმაცი ვარ. ან ზოგჯერ ისეთ ხასიათზე შეიძლება გავიღვიძო, რომ აი არაფერი არ მინდა. და ეგ მიშლის ხელს. მოტივაციის ნაკლება გაქვს? მოტივაცია საერთოდ აღარ მაქვს. და ზოგადად მოტივაცია ჩემი აზრით დაღუპველია. რატო? არა, მოტივაცია ხან გაქვს ხან არა. და როცა გაქვს, მაშინ რო აკეთებ საქმეს და მე როცა აღარ გაქვს, მოტივაცია სულ არ გაქვს რა. ხო. მე არის პერიოდები რომ აღარ გაქვს. როცა აღარ გაქვს იმ გაკეთებულ საქმეს, ჩათვალე რომ უტყულა აკეთებ, იმიტომ რომ იმ გაკეთებულ საქმეს აღარ აკეთებ მერე. და ნუ ეს გამოცადე. ყველაზე მთავარი არის დისციპლინა. დისციპლინა უნიშნო. ანუ სისტემა. სხვათა შორის მოცურავი ხარ. კი ბატონო. მეც მოცურავი ვიყავი, მე ქართულს ვწურავდი, ქართულ ტრადიციას. კი ბატონო. და დისციპლინის ან კულტურა რა, როგორია დისციპლინებული ადამიანი, მან ვისწავლე რა და ძალიან ბევრ რაღაცაში გამომადგა მე ცხოვრებაში. ზუსტად, აი ეგ არის რაც ცეკვა მომიტანა. ნებისყოფა? კი ბატონო. შრომის უნარიანობა და დისციპლინა რა. უნიშნულოვანესია. კი ბატონო. რას შეცვლიდი საკუთარ თავში? საკუთარ თავში ბევრ რამეს შევცვლიდი. მაგრამ პირველი უეჭველი რასაც შევცვლიდი არის რომ რაღაც როცა მწყინს. ვიცი ხო გულს ჩატოვება რა. ანუ მე სულ მახსოვს და ანუ უმახსოვრებ ადამიანს. ვუმახსოვრებ არა, მე მახსოვს. და შეიძლება რომ გამოხატო მე თუ არა? მე შეიძლება რომ გავუხატო რა. ანუ შეიძლება მე ეს გაიაროს ამ ყველაფერმა და აუვაგდეს, მაგრამ მე ანუ მაინც დრო მჭირდება რომ აი ეს რაც მეწყინა ეგ გადავლახო და ეგ არის ძალიან ცუდი თვისება რა. ანუ არ შეიძლება თუ პატიო აპატიო. აპატიო ხო რა. და ვსო. ხო ეგ ისე საშინელება აი ადამიანს რო აპატიებ და მე ისე ერთ თვეში წამოაძახებ ესე ვთქვათ ხო. კიდე რომ წამოაძახებ. ეგ არის აი რავი რა, ძალიან ცუდი რამ. და მაგას უეჭველი შევცვლიდი ჩემ თავში. და არის ესეთი მეგობარი რომელთან ერთადაც ადრე ძალიან დიდ დროს ატარებ? ეხლა აღარ მეგობარ. კი არის. ამის გამო ხო არ მოხდა? არა. არა, მაგის გამო არ მომხდარა. ზოგადად ძალიან ცნობილი კითხვა. ხო? მართლა? არა. აქვე უპასუხებ მაგკითხვას რა, გავგები გაიგებს. ოკეი. რეალურად იქ მიზეზი არ მქონია მე და ჩემს ძველ მეგობარს დაშორების ესე რაღაც მოხდა და დავიშალეთ და რაღაც გვეწყინა ერთმანეთისგან, ეგეთი არაფერი არ მომხდა რა. მე პროსტა სახელს არ ვახსენებ მისი პატივისცემით, იმიტომ რომ არ მაქვს მე მისგან ნებართვა რომ მისი სახელი ვახსენო. მაგრამ გამგები გაიგებს ალბათ რა ვიცი. ხო და
ძალიან ვაფასებ, მაგრამ ხო ჩვენ გზები გაიღო. ხო არის ხო ცხოვრებაში ადამიანები მოდიან. კი ბატონო და მე და მე მიდიან, აი ეს წასვლა ძალიან ცუდია და აი ცუდად ვარ, მაგრამ ალბათ მეც ვიღაცის ცხოვრებაში მივედი და წახვედი მე კი. რა. ავტომოყვარული ხარ? ძალიან. საყვარელი ავტომობილი რომელია? ძალიან ბევრი საყვარელი ავტომობილი მყავს. მაგრამ რა ვიცი, მეც ვიქნები ერთ-ერთი მათგანი და ვიტყვი Porsche. Porsche 911. გინდა რომ ყავდეს? აუ Porsche ძალიან მინდა რომ ყავდეს. ოღონდ. ოღონდ? ძველი რა, ახალი არ მინდა. რეტრო. კი. ყავს ესე რეტრო მანქანა ერთი. კი, ორი. ორი? ორი ყავს. ერთი არის Mercedes SL 99-იანი და მეორე არის Fiat Spider კაბριο, ეგეც 78-იანი. და ეგ Fiat არის აწყობილი Ferrari-ის ქარხანაში. მართლა? კი. უნდა გავატურიგო. და ესე ავტომობილის მიხვდები ძღოლი როგორია? აი რომ შეხედავ რა ავტომობილით მოდის თუ მიხვდები? ვიცი ვერა რა. ეხა გეტყვი რატო? კი და მიხვდები. მაგრამ მოიცა ვერ მიხვდები. ეხა გეტყვი რატო? გონი? მოიცა მიხვდები. ეხა ნახე. მიდი ისე. თუ მაგალითად ეხა ყველა ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა რომ ძალიან მაგარი მანქანა ყავდეს. კი ბატონო. ან შეიძლება ყავდეს. კი, მოყვები ლოგიაში, კი, ხო. კი, ნახე შეიძლება ყავდეს Prius-ი და ვაფშე არ ებასებოდეს ეს Prius-ი და უნდადეს რაღაცა Ferrari რო ყავდეს, მაგრამ არ აქვს მაგის შესაძლებლობა, ხო? ჯერჯერობით, ჩემი აზრით. ხო და ნახე მაგით ვერ განსაზღვრავ ადამიანს რა, მაგრამ აი ადამიანები რომლებსაც აქვს ძალიან კარგი შემოსავალი, ფული იქნება და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც ყავთ Prius-ი. ხო, მაგით მარტივი მისახვედრია. მაგით მარტივი მისახვედრია, რომ მანქანები პროსტა არ ევასება რა, არ გიждდება. ან კრიჟანია. ო რა, კრიჟანია თავის მიმართ. ხო, არიან ეგეთი ადამიანები. კი, მე მინახავს ეგეთი ადამიანები. ძალიან ვერ მოკითხო აქედან. ვაი, პრივატ. ოკეი. ხშირად გაჩერებენ ხოლმე. ჩვენს ვიდეოებს თუ ჩავყავით ეგრეა ჩვენ. ყველაზე უცნაურად მიზეზი რა ყოფილა ეგ გაჩერების? კარჩე, ყველაზე უცნაური მიზეზი არ ყოფილა, მაგრამ მე მოხდა უცნაურობა. დავადების დღეზე ვიყავით ვიაჩევი და ქალი. რაღაცა ისეც ყვება რომ დაქალს არ უნდა რომ გაიგო. არაფერი ამოჭრით. რასუ რა უნდა ამოჭრით, არაფერი არ ამოჭრით. მოიცაგაც. დავადების დღე მოვდივართ ვიაჩევი და ქალი და მე არ ვიყავი ნასვამი, რა თქმა უნდა რა. ხო და გამოჩერა პოლიციამ. კი ბატონო. როგორც ყოველთვის რაღაცა უნდა ჩაგაბერინოთო და მეთქი აი კაი. მოვიდნენ ჩაბაბერინეს და გავხედა და არჩე ლიშენიაზე ხარ. მეთქი რა? რა ლიშენია თქვენ? ცოტა აუტყოთ. ეს უშუალოდ რა ლიშენია მეთქი? არ დამილებია თქო და მაგისი არაო. აბორისი მეთქი და რაღაც ჯარიმა მქონია, რომელიც არ გადამიხდი არასოდეს და ამ ჯარიმის გამო მე ამეგზალა საჭესთან დაჯდომა. 6 თვე ხო თუ 6 თვე არა. მეც მქონდა მე ზებრას გამო მომივიდა, მაგრამ მე ისე ვიარე ერთი წელი რომ არავის არ გავუჩერები ვარ და მე გავიდი. გადაო? ხო და არა მე 6 20 ლარიანი ჯარიმის გამო. სანამ არ გადაიხდიო, მანამდე არ გაგუფლებაო რა. როგორ მივხვდი ცი? ანგარიშები დამიყადაღეს. ხო და მე გითხრა. და ეს პოლიციელმა გადმოდიო რა, მეთქი ერთი წუთი მეთქი ღამეა თან რა, გავხედეთ ჩემდაკას. ჩემდაკა დაждდება მეთქი რა. ჩემდაკა მასშტაბება არ იცოდა კარგად რა. ეხა უფრო კარგად იცის. კი, მართლა მქონდა, მაგრამ ერთი-ორი ჭიქა ცოტა დალეული გქონდა და ზიზეს. მეთქი ხოჭდები თქონდა. კი. კიო. დაждდა ჩემდაკა გადამარჩინა, მივიყვანეთ სახლამდე და მე რა ვქენი იცი? მე ხარ მეგზალებოდა საჭესთან ჯდომა. წავედი მოვაჯექი ამ ჩემ მანქანას ისე წავედი მე ჩემი მანქანით მივედი იმ პოლიციაში. გადავიხადე ჯარიმა. ზოგადად ჯარიმაში მაქვს ძალიან ბევრი ფული გადახდილი. აი მაგ ფულით წელიწადში რამდენს ხარჯავ ხოლმე? რავი რა, ეხა გეტყვი. სადღაც გაზაფხულზე გადავიხადე 3000 ჯარიმებში. ეხლა გადავიხადე 500 და დამჭა 1000 გადასახდელი. რა საკეთე? აუ რავი რა. მართლა გენები ნახე? კი არ ვარ ღვევანი ის რაღაცა ის. ხულიგანი კი არ ვარ. აბა რა შვი? პროსტა რა, ანუ პროსტა რა ნაირად 3000 ლარი. რაღაც ჯარი მომივა. ამ ჯერს უი მე გადავიხდი. მე ეს ხო სამაგდება თუ რაღაცა 50. ჯერ 2 მაგდება და მე
ჯერ გამოქვეყნდება, მან რა ხდება, ჯერ გამოქვეყნდება, მოგივა შეტყობინება, მერე ჯარიმა გაგი 2 მაგდება, მერე გაგი 3 მაგდება და მერე გაგი 10 მაგდება. ხო და რავი, აი მე ჩემ აქ აი დედაჩემს სახელზე და დედაჩემს მის ეს მესიჯებია. დედაჩემს ზასტია რომ მაგრა კიდე არ აინტერესებს, არ უყურებს ამ მესიჯებს. და ეხა უკვე ჩემს სახელზეა მართალია მე ვაკონტროლებ მაგას, მაგრამ რამ შულობა ვაკონტროლებ. აი ყველაზე ხშირად რაზე მაგდის ხოლმე ჯარი? პარკირებაზე. პარკირება კი მესმის მომდის ხოლმე. აღარ შემიძლია ხა გუშინაც დამაჯარიმეს ჩემს ცეკვის სტუდიასთან გავაჩერე და აი ესე მივიდა ტიპი ესე უნდა გადაუღოს და მეთქი აქ ვარ თქო რა და გამხელა და გადაუღო. აუ მე აი რა ვიჩხუბეცი? მეთქი ანუ შე ადამიანი ხარ? ადამიანი ქუა. პრემიაზე მაგით თუ რაში. ეტყობა იქ. მე მესმის რაღაცნაირად მაგ ადამიანებს ისე. გესმის ხო? აი სხვა შორის მაგაც სამსახურია. აი არა, აი უყურე ერთი წუთი რა. სასახური არის ერთი. უყურე მან დაბავია შემდეგი რა, ადამიანობაზე. ხო. ეხლა მე მაგალითად რომ მითხრა, რომ აი აქ ვარ და აი ბოდიში და არ დაგაჯარიმებ რა, მე რო ვიყო. მაგრამ ხო არიან ადამიანები. როგორი მასწავლებელი ხარ ცეკვას? ძალიან საყვარელი. საყვარელი ხარ, მომთხოვნი არ ხარ? აი ბავშვი უყურე, მე მქონდა ცეკვას ეგეთი ამბავი რა. როდესაც ვიღლებოდი, არ შემიძლია თქო რომ ვამბობდი, უფრო მაცეკვებდნენ ხოლმე. მეც ეგრე ვარ. ხო ეგრე ხარ. ხო და რა გიკურს ეგრე არიან. აუ ეგ სხვადასხვა არის ძალიან რა. ან სხვადასხვა და მივედი პრემიასირებ მაგაში მეთქი თუ რატო აი აქ ვიდექი კეცახთი მეთქი და მიყურებს ესა ხელებს ნუ მიშლიო მეთქი პრემიასირებ კაიჟდა ეს კაცი ეს ყურებს და ვინორიო ნუ მოკლედ 12 ჯარი დაბრგვალდა უკვე დეჩი მარიცის დეჩი მარიცის მაგრამ ეხლა გაიგებს იმედი არა ერთი ვიდეო შემხვდა ხო ნათქვამი გაქვს რომ სკოლაში ბიჭებს სცემდი კი სკოლაში სცემდი არა ანუ მიწვევდნენ ან დედას ფიცავარ ძალიან საყვარელი ბავშვი ვიყავი და ჩემთვის ვიყავი რა მაგრამ ხარ ვიღაცა რაღაცას მეტყო და ეხ TikTok-ზე მიდევს ეგ ისტორია ხო მეთქონდა ნახეთ ხო, ჩემ დაქას ველოდებოდი, რა გარეთ საყვარლად ჩემთვის და ვიღაცა ჩაიარა და შემაგი. ეხლა მაგას რა უნდა უკნა? ხო. ჯიგარი. არა, გავა ხო? ხო და რავი, მაგით არ გამოვრჩეოდი ესე ბიჭების ცემით არასდროს. არა, რითი გამოირჩეოდი ბავშვობაში? არა, ცეკვის გარდა. მაგარი დიბლი ბავშვი ვიყავი. ხეზე ვიჯექი სულ. ხეზე იჯექი? აი ხო, აი. შტაბს აკეთებდი რამე თუ ხეზეს ხო? და ის არის აკაციის ხევს ვაშვებოდით ჭრიდით. და მე მოშებოდით ეს ხო ეკლები ხო და ესე ნაჯახით რა ესე ჩამოუსვევდით და იარაღი იყო რა ნიშნავდით ხოლმე? კი. კი ბატონო, მოცეკვასაც რო შევეხოთ. მოცეკვავი ხარ და სად გიოცნებია რო იცეკვო? სავი, აი ყველა მოცეკვავის ოცნებაა ჩემი აზრით, არ ვიქნები ამაშიც გამორჩეული და ვიტყვი რომ სცენაზე რა. მაგრამ საქართველოში საფუძვლად ეგ ფუფუნება ჩვენ მოცეკვავებს არ გვაქვს. ხო ისე ზომა მაინტერესებდა, ეხლა თქვენი ცეკვის მიმდინარეობა რაც არის, აი რა შვებით და ხო, ცეკვას სწავლობთ, ცეკვავთ დგამთ და კარგი კითხვა. სად? შემდეგ დარბაზში ჩვენთან. სტუდიის გარდა არსად ხო? ხო, იშვიათად რომ აი ამაზე რაღაცა შეკვეთა იყოს, რომ აი მოცეკვავები ჭირდება და თუ არის შეკვეთა, ძალიან დაუფასებელია რა. ანუ ამის უკან შენ კარგად გეცოდი, მაგრამ ახლა შრომა დევს. და ანუ და გულდასაწყვეტია მთელი ცხოვრება ვაკეთებ ამას. ოჯახთანაც მომიწია ამაზე კამათი, რავი, აი მართლა ძალიან ბევრი რამე გადავიტანე და გადავიარე, რომ მე შემდგარი მოცეკვავი ყოფილიყავი. და ოჯახთანაც გავიტანე ბოლომდე, რომ მე დედა, მამა, ანუ მე უნდა ჩამბარებინა კონსერვატორიაში. და უნდა ყოფილიყო პიანისტი, ამას შეგუებული იყო ჩემი ოჯახი. შეგუებული რა, მოწოდათ ეგ ფაქტი, რომ მაგარია კონსერვატორია, მიდი შულო მიაწექი. ერთ დღეს გავიღვიძე და მეთქი, მოდი შევალ ცეკვაზე. და ამ ცეკვაზე არ შემიყვანეს და გავიპარე. რომ გავიპარე, დავიკარგე. რომ დავიკარგე, მე დეჭვა მიპოვა. რომ მიპოვა კაიო, აი რადგან ეგ ძალიან გინდა, მოდი შეგიყვანო. და ნახე მთელი ცხოვრება ვიბრძოდი იმისთვის, რომ კარგი მოცეკვავი ყოფილიყავი, დამდგარიყავი პროფესიონალი და ბოლოს რა მივიღეთ. კარგად ცეკვავ პროფესიონალი ხარ, მაგრამ კი, აი აქ ვიქრები თამამი და ვიტყვი, რომ ვარ პროფესიონალი მოცეკვავი. აი ერთადერთი რაშიც ყველაზე თამამი ვარ ცეკვაში. მაგრამ TikTok ცეკვებში ვერა. ყველაზე მეტად TikTok-ის ცეკვების გადაღება მიჭირს. ხო არ გეკრინჯება? იცი რა, არა. ჩემ დაკას გავხედავ ახლა.
ჩემ დაქალთან ერთად რო ვიღებ ხოლმე ვიდეოებს, აი ყველაზე კრინჯი ვარ. მგონია რომ ძალიან კრინჯი ვარ. რატო? მე მგონი. ანუ თან იგზნობდი კიდევაც მაყურებლისკენ რა? იცი რა. ხოდა მაგას გეუბნები, ჩემი მაყურებელი, ჩემნაირები არიან, მაგრამ კრინჯები კი არ არიან. ანუ მე ისე ვაედიტებ და ვამონტაჟებ, რომ ნაკლებად კრინჯი გამოჩნდეს. ხო და აი ხა ბაბულიკას ვიდეოებს რო ვიღებ, ეგ კრინჯი არ არის. ისე არ გიცდიათ რომ აი მაგალითად შეკვეთის გარეშე ან დაკვეთის გარეშე რომ აი თქვენ თვითონ ჩაგეტარებიანთ რაღაც თქვენი ისე ვთქვათ კონცერტი. აი მაგარი კითხვა არის რა. ანუ რატო არავინ არ ცადეთ? მე მაგალითად ეგრევ ფიქრობ და ეგრევ ცხოვრობ რომ როდესაც გარემოებები ხელს არ მიწყობს მე თვითონ ვქმნი მაგარს. ზუსტად ნახე ჩემ დაქალი ელინე სურმანიძე, ეხლა აქვს ფოტოშოპში 25 დეკემბერს კონცერტი. შარშან გააკეთა პირველი სოლო კონცერტი, თვითონ შეუქმნა საკუთარ თავს სცენის ფუფუნება და თავის მოსწავლეებს აჩუქა ეს. კი ბატონო, ხო აი ძალიან მაგარი შესაძლებლობა, მაგრამ ნახე ამის უკან ამდენი რაღაც იმალება. ჯერ ერთი ის რომ უნდა ყავდეს მზა მოცეკვავეები, ანუ კარგი მოცეკვავეები რა, დამწყებს ვერ გააყენებს სცენაზე. ეგიც გეცოდინება. მე მეორე, ამ ყველაფერს სჭირდება საკმარისად დიდი ფინანსები რა. ანუ რამდენია საკმარისად დიდი ფინანსი? მე ძალიან ბევრი ღონისძიებაა გაკეთებული. ხო. სპონსორი არ ყავს. სპონსორად გაკეთებია თუ შენ? ჩემით, ანუ ეს მივდივარ ხოლმე კომპანიებთან. ხო. შეიძლება ვიღაც 500 ლარი წავართო. ვიღაც 1000 ლარი და ეს ვაგროვებ ხოლმე ფულს რა. როდესაც ვაკეთებ ღონისძიებები, ეხლა უკვე ამ ბოლო დროს არა, მაგრამ აი დაახლოებით 4 წლის წინ, 5 წლის კორონამდე. რაღაც თანხას მოუყრით ახავს და მე უკვე სცენა თუ ღირს 4000 რო ვიქირავ, ვკერავ რო 2000-ად მომეცი და აი ძალიან მიყვარს რა ისე ზოგადად ჩალიჩი და სირბილი. ეგეთ რაღაც რო ცადო, შეიძლება მე ინტერესი გამოჩნდეს, ისე? კი, ანუ ეხა მეორე წელია უკვე ჩემი დაქალი აკეთებს ამ კონცერტს. უბრალოდ ხო რა, ანუ ფინანსები ძალიან ბევრი გჭირდება, ანუ სცენა, მოცეკვავები, კოსტიუმი. გავეხმაროთ ადამიანებს. ხო, იცი რა, ცოტა. შენი კამერა აქეთ არის. გავარჯობა. ცოტა მოცეკვავებსაც გადმოგხედეთ თუ შეიძლება. იმიტომ რომ გონია რომ ცეკვა ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია, და ბევრ რეკლამაში ცეკვა ამხიარულებს და ახალისებს. არა? ისე ხო, კი ძალიან. თან საჭიროა ძალიან ბევრი. ხო, ძალიან ბევრ რეკლამაში თქვენ ხართ. მაგრამ ხო, კონცერტები არ არის ძალიან ცუდია. და ჯობს ვიღაცები ჩამოვაგდოთ სცენიდან ესენი უშვათ. ხო რა. ძალიან მაგარს მოხდა, მაგრამ იცეკვებს, აი პირობა. ხო და ეგ უნდა გარისკო რა. ხო და ის ჩემი დაქალი ის ელინე სურმანიძეს გავს ვენაც ვარ. მე ძალიან კარგია წარმატებები. კი, და 25 დეკემბერს იქნება კონცერტიც. ყველა შეგიძლიათ მოსვლა. ხო, სად არის თქვი ყველაფერი? TKG-ზე დევ ბილეთები. კი ბატონო. შეგიძლიათ ჩაწეროთ გულის მუზეუმი ქვია. Heart Museum ესე ქვია, არ ვიცი ზუსტად ხო. ხო ნახეთ და მაგრამ მეც ვიცეკვებ თან. მართლა? ხო არა, კარგი. მეც ვიცეკვებ და ისა ჩემი სწავლებიც იქნებიან და ერთად ვიცეკვებთ. ამიტომ ვისაც გაინტერესებს ზოგადად ეს მიმდინარეობა და ეს კულტურა რაც საქართველოში გვაქვს უკვე, შეგიძლიათ მოხვიდეთ. და ის გინანია ოდესმე? რა? როც ცეკვას გაყევი. არა. იცი რატო? რატო? აი ამ ცეკვა მომცა ის პიროვნულობა რაც ახლა მაქვს. სითამამე. მე ქოვითაც გითხარი რომ ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულები ხართ მოცეკვავეები. კი. ანუ ხო და ხო ამ ძალიან ბევრი რაღაც მომცა რა ცეკვამ. ჯერ ერთი რომ მეგობრები მაჩუქა. მე მეორე რომ ანუ რაც ჩამოთვალე ეს დისციპლინა გინდა, შრომა, ანუ ეს რაღაც მიზანების ყოფა, ანუ ეს ყველაფერი რა. ეს ხო ყველაფერი მომცა ამ ცეკვამ და გამზარდა პიროვნულად. აი ხო არის ადამიანი რომ იზრდებიან პიროვნულად სკოლაში, ოჯახი, ანუ ხო მოქმედებს ეს ყველაფერი და ჩემზე ყველაზე მეტად აი გარდამტეხი პერიოდი გავატარე სტუდიებში, ანუ სტუდიაში, ცეკვის სტუდიაში. სადაც აი მართლა იქ იყო ჯანსაღი, არაჯანსაღი კონკურენცია, სადაც აი მართლა ანუ როგორ გითხრა არაჯანსაღი კონკურენცია თან საინტერესო. საინტერესოა, მაგრამ არაჯანსაღი კონკურენცია ხო ვაფშე, ანუ ისეთ რაღაცებს აწყდები, რაც ვერ წარმოგიდგენია რა. და ანუ გონია რომ არა, არ მინანია არასდროს. ადამიანების გჯერა? კი. მარტივად, ხო? აუ კი. ჯერა გონია რომ აი ვინც ყველა შენნაირია გონია. აი ხო რა, ყველა ჩემნაირი ხო. მე იმედი რომ გიცრუდება ხოლმე. მაგ დროს მე როგორ იქცევ? რა, ძალიან. იმედები მიცრუდება, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ალბათ მეც გავუცვლე იმედები რა.
ხშირად ადანაშაულებ შენ თავს? ხო, რატომ? რავი, ალბათ იმიტომ, რომ ვცდილობ ვიყო რეალისტი რა. ნახე, აღარ ვარ იმ პერიოდში, რომ აი რაღაც რო იმართლებენ თავს, რა. აი ეს არ იქნა და მე ეს არ ვიზამდი, არა. ანუ ორივე მხარეს ადანაშაულებ სულ? კი. კი, თუ ვიღაცამ დაგიშავა, შენი ბრალიც არის? გაჩი არ დააშავა. არის რაღაცა кейსები მქონია ცხოვრებაში, სადაც ჩემ ბრალებლობა ვთვლი, რომ ვაფშე არ იყო. ანუ საერთოდ არ იყო ჩემ ბრალებლობა და ისე მორჩა ეგ ყველაფერი რა. მაგრამ არის რაღაცები, რაც შემეძლო, რომ გადამერჩინა რა. და ამიტომაც და ადამიანს რას არ აბატებს ზოგადად? ადამიანს რას გულისხმობ? მეგობარს თუ ურთიერთობაში? მეგობარს. არა, მეგობარს. მეგობარს. და ურთიერთობაში პიჩეს კი შენ მოიფიქრე ხა და დავამატე. ორივე ვთქვით. აი ადამიანს მეგობრობაში არ უნდა ჩაიჭრას რა. არ უნდა დავინახო რომ ჩემს ზურგს უკან რაღაცას ხართავს. აი თორე ხა რაღაცაში რაღაც თუ შეეშალა ადამიანია. მეც შეიძლება ვერ გავიგე. ყველას ეშლება ხო? ვინმეს თუ აქვს იმის ილუზია რომ რაიმე არ ეშლება, ყველში ცხოვრობს. ყველში ცხოვრობს. ხო, იყავით რეალისტები და ბიჭს არ ვაპატიებ ღალატს. ხო, ეგ ხა. ო, ვერ არა. მოდი ნახოთ მანდ რა არის ამბავი. ღალატს რას ვეძახით? ხო, ეხლა ნახე ეგ უნდა მეთქვა. აი ნახე, აი ძალიან რო აი სიღრმისეულად ჩავიდე. შესაძლებელია რომ აი არ არის შესაძლებელი რა. ნახე, შეიძლება ვაპატიო, მაგრამ სულ მიმახსოვრება. ხო, შენთან ისეთი ადამიანი ხარ, რომელიც იმახსოვრებს. და მე შემდეგი კონფლიქტით მე მომავალ. მაგრამ ტყუილი არის კიდე რაც აი ძალიან რთულად შევიდა ვაპატიო. ადამიანის აი თუ მომატყუებ და გავიგებ სხვისგან და არა შენგან, აი მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. კი. შეიძლება შენ მომატყუო იმ მომენტში, უბრალოდ ვერ მიხვდე, რა გააკეთო და არჩიე თავ დაცვის მიზნით მომატყუე. მე ვიძახი მაგას გაატარებ? ნახე. იმის გამო რო გატყუებს, რომ ითო და შენ გაგიფრთხილდეს თუ რაღაც ეგეთი. აი უყურე იმ მომენტში უნდა მითხრას რომ მოგატყუეო რა. მე რე? ხო, უნდა მითხრას. თუ მეტყვის გავუგებ. მაგრამ ამას თუ გავიგებ სხვისგან და მე ეგ გაიასნდება რომ მე მოვტყუდი და მამენტ იმას რო არ ეთქვა შენ არასდროს არ მეტყუდი. კი ბატონო. ანუ ეგ როგორ რაღაცა იცი? შეიძლება ვაპატიო მაინც, მაგრამ მე მახსოვრება ძალიან დიდ ხანს და აი დობას დავკარგავ რა და ურთიერთობაში თუ დობა არ არის, მორჩენილი ის ურთიერთობა არის დამთავრებული. ჯობს დაამთავრო რა. ხო, მაგრამ ეს დამთავრება რა რთულია. ყველაფერი რთულია მას კი. ის ცხოვრებას რთულად უყურებ თუ მარტივად? რეალისტი ვარ რომ მითხარი. რეალისტი ვარ და ანუ უყურე რაღაც ოდესაც ხდება რა, მე მაქვს რომ ცუდი განწყობით ვარ და თუ კარგი მოხდება, ბედნიერი ვარ. მიხვდი? უი და კაია. ხო, ეგრე უნდა შეხედო რა. შედიხარ ცუდი განწყობით ნებისმიერ საქმეზე. აი თუნდაც რო გითხარ რაღაცას ამ მივიდიოდი რა. ანუ შენ თავიდანვე ცუდი განწყობით შედიხარ? აი შევდივარ რომ აი ხო გითხარი აი კონცერტების ორგანიზება და რაღაცები მიყვარს მეთქი. აი როდესაც მივდივარ სპონსორთან რომ ამბობ რომ აუ არა ეს არ მომცემს არაფერს რა. და თუ მომცემს ხო გამისწორდება რა და თუ არ მომცემს ვიცი რომ არ მომცემს. ესე იგი შენ თავს თავიდანვე ამზადებ უარისთვის. კი, მაგრამ მე ვცდილობ რომ ეს უარი გადავლახო. გადავლახო რა აი შემოვატრიალო რა ესე ვთქვათ დადებითისკენ. მე როგორ არიცი? წაგება არ მიყვარს ცოტა. წაგება არ მიყვარს არც. ვერ ვიტან. მაგიჟებს. რო აგებ ძალიან იზრდები მენტალურად. მე რაღაცებს ვანგრევ. ბიჭებმა იციან. რას აგებ? ყველაფერს სადაც ვაგებ. აი PlayStation-ს მაგალითად ჯოისტიკებს ვისრი ხოლმე. აი რა სიძა. ხო, ვერ ვიტან. მე ცხოვრებაში რაღაც წაგებაზე ვალპარაკობ PlayStation-ზე. მანდედან დავიწყე. მაქედან მეუნები. ახლა წამო დიდი რაღაც რო წავაგო შეიძლება გავგიჟდე. მე წამიგიო ცხოვრებაში რაღაცები. რა? ცეკვის შეჯიბებები წავიგე ძალიან. კი, კაცო, ეგ ხო. აუ, აი ძალიან ცუდად ყოფილვარ მაგის გამო, მაგრამ იცი რა არის? რაღაც თუ არ გარისკე. ხო. და რაღაც გარისკვაზე არ არის. ნახე, რაღაც მიზანი გაქვს. და ძირითადად ხორიან ადამიანები და მეც ეგრე ვიყავი. რაღაც მიზანი მაქვს, პროსტ არ ვაკეთებ მეშინია რომ არ გამომივიდეს. ნახე და გზები, ხო მაქვს რაღაც გზები და მე შეიძლება არ გამომივიდეს. მაგის გამო არ უნდა დათრგუნო შენი თავი. ანუ და ნახე რატო?
რომ გააკეთებ და რაღაც გზას მიმართავ და არ გამოგივიდა. ნახე, წაგებული მაინც არ ხარ, იცი რატო? იმიტომ რომ გააკეთე და რაღაცა ისწავლე, მიიღე იქიდან. ისწავლე რომ ეს გზა არ გაწყობს და მოდი ეხა მეორე გზით კი ბატონო, მეორე გზით. ხო. ანუ ეგ არის ყველაფერი ისევ ნებისყოფამდე მივდივართ რა. ნებისყოფა თუ გაქვს, მოგებული ხარ ცხოვრებაში. დისციპლინა თუ გაქვს, მოგებული ხარ ცხოვრებაში. თუ ხარ მარტო მოტივაციაზე დამოკიდებული, შენ ვერ იქნები მოგებული. ეს ჩემი სუბიექტური ობიექტური აზრია. კი ბატონო, ახალი წელი გიყვარს ისე? არა. არა. არ მიყვარს. ნახე, მე ხა გეტყვი, საიდან უნდა გიყვარდეს შენ? აბა? ჯარიმებს რომ გიწერენ. ქულები ხო გაკალდება? ახალ წელს ისევ 100 ქულა გაქვს. მე ქულები ხა მაკლდება? რომ ვიდეო ჯარიმები გაქვს ხოლოდ? ვიდეოები ისედაც, ასედაც ფოტოები. გაკლდება. რასი? ვიდეოზე არა, ისე გაკალდება. თუ არა და ახალ მართლმსაწვევას ავიღებ რა. და იცი რომ მართლმსაწვევა მინდა, ტრაილერის მინდა. მართლა? რატო? აუ რა, მუხამი მაგარი. ტრაილერზე ვარ, ჩავაბარო. გახსოვს ეგ პერიოდი, ჩვენ თითქმის ტოლები ვართ. რამდენიმე წელი უფროსი ხარ, ერთი თვიანი. ხო? 27-ის ვარ. რომელიანი ხარ? ჯეზი. 18-იანი. 2 წელი ხარ ჩემზე უფროსი. ადრე იყო ჩვენს ბავშვობაში, აი მართლმსაწვევებს რო აფრიალებდნენ, რომ ყველა კატეგორია ჰქონდათ. გახსოვს? აუ არა. არა, ეგეთი ამბავი იყო, რომ აი ყველა კატეგორია რო ჰქონდა, ძალიან მაგარი ტიპი იყავი რა. აუ, ეგ მართლა მაგრაა. აი მოტოციკლეტი მოტოციკლზე ვეძები ვერასდროს. რატო? არა შასი რა. სიჩქარის ხო არ გეშინია? სიჩქარის არ მეშინია იმ შემთხვევაში თუ მე ვზიბა. მე ხო აუ მე რა მჭირს იცი? სხვა როცა ზის საჭესთან თავი მკივდა. მე ტაქსებს რომ ვიძები ვუყურებ, მეთქი ძმა. რა ნელა. სტორმს აჭერ ხოლმე გვერდზე როზე ხარ? აი საჭესთან რო არ ხარ და ესე ვარ. და ეს აუ და მოტოზე ცეტვარ და ვზები არასდროს. ერთხელ ვიჯექი, მოკლედ უკავე ჯექი, ჩემ მეგობარს. და ანუ ხო ვიკატავეთ ამ მოტოზე და მე ჩამოვედი ამ მოტოდან წავედი სახში. ფეხი მეწვის. აუ, იმაზე მიკეთო. და რა მჭირდა იცი? ჯინსი მეწვა და ანუ ეს ჯინსი აი ამაში, აი აქ მაგ ძალიან დიდი ნაიარევი თუ რაც არის რა. ჯინსი მეწვა და ეს ჯინსი იყო შემწვარი შიგნით. ანუ გუშინ წელზე მივადე, გუშინ წელზე რა ქართულად. მაგას მივადე. და ვითომ მეთქი ჩამოვიბან რაღაც ამკიო და მე ანუ კი ამ განგრენა დამეწყო. მართლა? წარმოგიდგენთ, კასტილებით დავდიოდი. აი მე მინახავს მსგავსი შემთხვევა, ოღონდ ეგრე აუ ტიროდი ერთ ამბავში ვიყავი, ცეცურად ვიყავი. ამიტომაც მოტოზე ამის მერე მე აღარ თან ძალიან საშიშია რა. არ მევასება მოტო. ხო, დამცავი არაფერი არ აქვს. ხო. ბოლოში რო გავიდეთ, ჩვენ რუბრიკა გვაქვს, ტოპ 5. მაგრამ სანამ რუბრიკას კითხავ რა არის გეტყვი უბრალოდ. მანამდე დიდი მადლობა მინდა გითხრა, რომ ესეთი გულწრფელობისთვის, იმიტომ რომ ძალიან იშვიათია სტუმარი იყოს ესეთი გულწრფელი. აი, მადლობა. ამისთვის დიდი მადლობა და სხვათა შორის მე რო უთხარი დღეს რომ ღვინო მივირთვი მეთქი, არასაჭეს წარმარო და ერთ კლუბსაც ვერ დავლეო და ესეთი მძღოლები უნდა იყოთ მეგობრებო. მაგრამ ის მირტყმები და რაღაცეები რო აქვს, იმაში არ მიბაძოთ. ხო ეგრე. კარგი, მოკლედ მე მაინტერესებს შენგან ტოპ 5 ქართველი გოგო ინფლუენსერი. აუ, კაი რა. მე 5 ადგილი. ესე ადგილი. აუ, რასი? ხო, ეგ აქ მოხონ. მე 5. მე 5-ზე საკუთარი თავი. კი ბატონო. მე 4. აუ, რა რთულია ხადა. ვერავის ვერ ვიტყვი. ყველა ჩემთვის არის ტოპები. აი რა გეხოცებ. ქართველები მაგრები არიან ზოგადად მე მევასებია, ნიჭიერი ხალხი. ქართველი ხალხი მეც მეყვარს. კი, ძალიან ნიჭიერები არიან. გოგოები, ინფლუენსერები. მე 4 ადგილზე ვის გაიყვანდი? მე 4 ადგილზე გავიყვანდი. მოდი ესე ვიტყვი, თინას. თინა? თინა არის კარგი გოგოების ჩვენი. კარგი გოგოები არის. კარგი გოგოები ვიცი. კი, 1300 გამომწერი ყავთ ვიცი. ვა! ო, უკვე 1300 ვარ? კაი. თინას გავიყვანდი მე 4-ზე, იმიტომ რომ თინამ ეხა დაიწყო და სწავლის პროცესში არის და მარტო ამიტომ გავიყვანდი მე 4-ზე, თორე თინა არის უნიჭერესი, უმაგრესი. მარტო მაგიტომ რომ ჯერ დამწყებია ხო და ინფლუენსერობის მხრივ თინას მე 4-ზე დავსვავდი. მესამე მეორე პირველი ვაიმე. კაი, მესამე ადგილზე გავიყვანდი. გოგო უნდა იყოს ხო? თუ გინდა შევცვლი და ბიჭიც იყოს. კაი. გეჩვენია ეგრე? ყველა იყოს რა. ბიჭი გოგო რავი. მესამე ადგილზე, არ ვიცი ესე არ მახსენდება რა. კარგი ინფლუენსერები, ყველანი კარგები არიან რა. მესამე ადგილზე გავიყვან არ მახსოვს ვინები არის. ნია არის ერთი. მინანი.
უსაყვარლესი გოგო არის და ძალიან მაგარი ედიტორი არის, ძალიან საყვარელ ვიდეოებს იღებს და დებს. ამიტომ მესამე ადგილზე გავიყვანე. მარტო ნია ესე აწერია? კი, ნია აწერია მარტო და ანუ ნიამაც ახლა დაიწყო რა მოხდვა. ოღონდ მე არის ყველა კომპანიაში თითქმის მოდებული და ძალიან საინტერესო რაღაცებს ვიგებ. ახლა ნია ამას რო ყვევს ჩემს ძალიან აუსწორდება. ნია მეორე ადგილზე, ხა ნახე, მეორე ადგილზე გავიყვან ლიკუნა ხაჭაპურიძეს. ხო, ლიკუნა ხაჭაპურიძეს, იმიტომ რომ ლიკუნას აქვს ძალიან ესთეტიური ინსტაგრამი, ძალიან მაგარი ინსტაგრამი აქვს. ხო. და ძალიან ვაირალ ინფლუენსერია. ხო. აი როუდი და ესეთი დიდი ფილმები უგზავნიან სხვა შორის საჩუქრებს, რომ ლიკუნამ დადოს და ჩემთვის ძალიან მაგარია ეგ. და ლიკუნასგან გავიგე თვის მოვლის რაღაცეები, რაც ჩემს ანუ პროდუქტიული გოგო არის ძალიან. და პირველ ადგილზე გავიყვან მაგდუსას. იმიტომ რომ მაგდა ძალიან ჩემთან ახლოს ტიპი არის. და აი მოცოკვავი რო არის. მაგაზია ხო? და თან არის იცი ძალიან მშრომელია. ანუ მაგდა არის ტიპი შეუჩერებელი, გაუჩერებელი. unstoppable. counter-ში რო არის. ოღონდ ისეთი ხმით უნდა თქვა. unstoppable. თავში counter-ს? კი. რომოს? სოთაშორის ადრე უფრო თამაშობდი? ადრე საიტი კი არა, სერვერი ქონდა? რომოს თამაშობდი? Source. Yes! ესენი ყველა თამაშობენ 2-დან 0-ს და მე ვთამაშობდი Source. ესენი ყველა თამაშობენ რა, 1 და 6. ხო, 1 და 6 რა. განძობა იყო, მე სულ იყო Source-ი მაგარი. ეგარი. ვითამაშოთ ერთი თამაში. ვითამაშოთ რა. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა ესევე. და ძალიან გულწრფელი ხარ სწორია და მაგას ვაფასებ ადამიანებში. ძალიან დიდი მადლობა. გილოცავ ახალ წელს 2026 წელი მოდის, არ გიყვარს ახალი წელი, მაგრამ გისურვებ რომ ნაკლები ჯარიმა აგიღოს და ის თანხა სხვა რაღაცაში მოგეხმაროს ის 1000-ები რამდენის თქვი. აუ კი, თან ფულს ვაგროვებ. რისთვის? მანქანისთვის. რომელი? ეხა უეჭველი წავა კომენტარებში, შენ რა მანქანის მოყვარული ხარ. მაიგ მინდა არ მაინტერესებს. BMW i8. აუ ძალიან კაი. აუ რა, იცი, თან ეკონომიური იქნება. ხო, აი ახლა. იცი ამოსება. ეს რომ მიდიხარ და ესე რო იღება. ანუ იცი ის იმას მიტოვებს Lamborghini-ს. ხო. ასოციაციას მიტოვებს და მაგიტომაც კაია. მე შემდეგი უკვე იქნება ძველი Ferrari. ძველი Ferrari. ძველი Ferrari მინდა კი. მე არ ვარ ეგეთი მოთხოვნადი. მაგრამ მე ჯერ არ ვიცი რა მანქანა მინდა. აი შენ ძველი Ferrari ერთხელ მოგაკითხა. მე გაგიჩნდება სურვილი რომ სულ ვიყიდო ძველი Ferrari? ძველი მანქანები ვიყიდო, სპორტი. გელოდები. წარმატებები, დიდი მადლობა. მაყურებლებს ვეთქვით რომ გამოგვიწერონ, იმიტომ რომ გვინდა რომ ახალ წლამდე ავიდეთ 100.000 გამომწეროს TikTok-ზე, თორე YouTube-ზე ისედაც გამოიწერთ ვიცი. დროებით. კარგად.